ვის გადაუხადა მინისტრმა მადლობა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. მას შემდეგ, რაც პუბლიკამ ეგრეთ წოდებული სქროლვა სქრინვის სამმართველოს თანამშრომლებზე მასალა მოამზადა, 2 დღეში, 1 აგვისტოს მინისტრი სულხან თამაზაშვილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა. ვინ ჩანს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ფოტოებში. მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის ხელმარცხნივ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლების ხედან. პირველი სოფო ჭარელია, ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. სამმართველო სწორედ ამ დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია და მას დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კურატორობს. მას მოსდევს თამთა ქიმბარიშვილი. ის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსია. ქიმბარიშვილის მარცხნივ კი მისი მოადგილე, თია გალახვარიძეზის. ესენი კი ოთარ გვიმრაძე, სანდრო კეპაშვილი და ელენა თოდუა არიან. პუბლიკა მათ შესახებ წინა მასალაშიც გიყვებოდათ. მათ სამმართველოში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის პოზიცია აქვთ. სამინისტროს მიერ გავრცელებულ ფოტოებში დამატებით ჩანს სამმართველოს კიდევ 2 თანამშრომელი, მარიამ მამარდაშვილი და მარიკა პაპიტაშვილი. მინისტრის სულხან თამაზაშვილის ხელმარჯვნივ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლების ხედან. ლანა ცანავა იურიდიული დეპარტამენტის დირექტორია, მას გვერდით მოადგილე თენგიზ შაქარაშვილი უზის. მარიამ კერესელიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსია. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იურიდიული დეპარტამენტის იურისტები სალომე ქირია, ნათია გიგლემიანი, ანიკა კიაშვილი, ელენე ლუკავა და ანდრო გურული. ისინი ეგრეთ წოდებულ სქროლვან სქრინვის საქმეებზე სასამართლოში სამინისტროს წარმომადგენლები არიან. ვინ არის სოფო ჭარელი? ის წლების განმავლობაში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მუშაობდა. სამოქალაქო სექტორში მუშაობის დროს საუბრობდა ინფორმაციის თავისუფლებისა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე. კრიტიკულად აფასებდა საკონსტიტუციო ცვლილებებსაც. სოფო ჭარელსა და სხვა თანამდებობის პირებზე ვრცლად წაიკითხეთ სტატია პუბლიკა ჯიზე.